ორი ასეთი მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა დღეს თუ უკრაინა იწვის თქვენი მოსკოვიც დაიწვებაო თქვა ზელენსკიმ და აქ აი ამ კონტექსტში ილაპარაკა რომ ეს ომი უნდა დასრულდეს ეს აგრესია უნდა დასრულდეს და ამის დრო უკვე დადგა და ასევე ჰექსეტის განცხადება რომელმაც თქვა რომ სერიოზული პროგრესია უკრაინაზე რომ უკრაინელები პოზიციებს ინარჩუნებენ ეს არის მისი ციტატა რამდენად სერიოზულად არის თქვენი აზრით შეცვლილი ომში დინამიკა რამდენად არის უკრაინის პოზიციები გაძლიერებული და ეს აძლევს თუ არა შესაძლებლობას უკრაინას მის პარტნიორებს რომ გააძლიერონ ამაზე დაყრდნობით უკვე დიპლომატია რომელიც საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანს პუტინს. მოგესალმებით იმისალმებით ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ დღეს მთელი დღე თვალს ვადევნებთ თუ როგორ წარმატებულად მუშაობს უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთში, კერძოდ მოსკოვში. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ მიიწევს წინ უკრაინა მის ოკუპირებულ ტერიტორიების გასათავისუფლებლად თუ უკვე როგორი ახალი ტიპის შეერაღება გააჩნია უკრაინას და რის აკეთება შეუძლიათ მათ უკვე ომის დაწყებიდან მეხუთე წელს ფიქრობ რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის იმ რეალობას რაც თქვენ ახსენეთ სწორედ რომ ეხლა უკვე არის დრო რომ რუსეთი და პუტინი და მისი რეჟიმი კონკრეტულად დაფიქრდეს მოლაპარაკებების დაწყებაზე და ამ სრულიად უკანონო ომის დაუყოვნებლივ შეჩერებაზე. ჩვენ გვაქვს განსხვავებული რეალობა იმის გათვალისწინებით, რომ ასევე უკვე დასასრულს უახლოვდება ირანის გარშემო არსებული მდგომარეობა, ეს რასაკვირველია გამოიწვევს ერთის მხრივ იმას, რომ ყურადღების გადმოტანა მოხდება ისევ ევროპისკენ, უკრაინისკენ და აქაც ამერიკელები რასაკვირველია ამერიკის როლი არის უმნიშვნელოვანესი, ხოლო მეორე მხრივ უკვე ჩანს თუ როგორ კონსოლიდირდა ევროპა უკრაინასთან მიმართებით ბოლო 5 წლის მანძილზე თუ როგორ იწვევდა ევროპამ თავიდან ბოლომდე პასუხისგებლობა რომ ჩანდა ის ვაკუუმი შეავსო რომელიც შეიქმნა ამერიკის მხრიდან და ჩვენ უკვე გვაქვს სრული საფუძველი იმისა ვიფიქროთ რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელია იყოს მნიშვნელოვანი ცვლილებები უკრაინაში უკრაინასთან მიმართებით და ეს იქნება განპირობებული სრულად ლოგიკური რაციონალური ასე ვთქვათ რეალობის აღქმით. ბატონ გიგი, აი თქვენ შეეხეთ ახლა ირანიც ახსენეთ, ამაზე მინდა კიდევ ცალკე გკითხოთ, მაგრამ ეს საინტერესო კონტექსტია. უკრაინის ნაწილში ტრამპი თუ გავამარტივებთ, ასეთ რამეს ამბობს, დამეხმარეთ ჰორმუზის სრუტის კონტროლში ამ საკითხის დარეგულირებაში და მე დაგეხმარებით უკრაინაში. ასე უნდა გავიგოთ თუ არა მისი სიტყვები, თუ პირველეს ყოვლისა ამას კითხავ და თუ კი ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს აღქმული, რა ტიპის დახმარება შეიძლება მან უკრაინას აღმოუჩინოს. მე ვფიქრობ, რომ ირანთან მიმართებით ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეულია, ჩვენ გვაქვს უკვე გასაჯაროებული თავად ამერიკის ადმინისტრაციის მიერ ის 14 პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხვალ ოფიციალურად მოეწერება ხელი. ჩვენ უკვე დაახლოებით კი არა ზუსტად ვიცით ის დებულებები, რომელიც არის გათვალისწინებული და თავარი მონაპოვარი ჩემი აზრით ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის არის ის, რომ რასაკვირველია შეწყდება საბრძოლო დაპირისპირება, ანუ ომი დასრულდება. დღეს მთელი დღის მანძილზე ჩვენ ვისმენთ განსხვავებულ შეფასებებს, ალბათ ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუ რამდენად განსხვავდება ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი იმ შეთანხმებისგან, რომელიც მიღწეული იყო 2015 წელს და რომელიც შემდგომში გააუქმა ისევ პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში. განსხვავება მართლაც რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ რომ შედეგი იმისა თუ რასაც ჩვენ ვიხილავთ უახლოეს მომავალში, იქნება, ანუ ამას ნახავთ ჩვენ მომავალში, ანუ როგორი შედეგი გვექნება, ამას გავიგებთ უახლოეს მომავალში, თუმცა ეს კონფლიქტი ირანში მიმდინარე კონფლიქტი დასასრულს დასრულებულია. აი ვიდრე ცალკე კიდევ ამას შევეხებით, რამდენიმე შეკითხვა დამრჩა ირანთან დაკავშირებით, უბრალოდ მინდა აი უკრაინაზე როგორ ახდენს ეს გავლენას, ხო? აი ტრამპის და ევროპელების თითქოს ისე დაახლოებული პოზიცია, რამაც უკრაინას შეიძლება გაუჩინოს იმედი მხარდაჭერის გაძლიერების ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ევროპასთან კოორდინაციაში. რამდენად რეალურია ეს, რას უნდა ელოდოს ახლა კიევი ამერიკის პრეზიდენტისგან? მე ვფიქრობ, რომ აი სწორედაც რომ იმ
დისკუსიის გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარეობს ახლა ამერიკულ საზოგადოებაში, თუ ამ ურთიერთობების მეორე ონდოთა მიმართებით, ვფიქრობ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაინტერესებული უნდა იყოს ძალიან სწრაფად, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესით ევროპაში და ძალიან ასე ვთქვათ, ქმედითი ნაბიჯები შეუძლია გადადგას ტრამპის ადმინისტრაციამ იმისათვის, რომ ეს უსამართლო ომი პუტინის მიერ დაწყებული პირდაპირ შეტევა უკრაინაზე დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან განსხვავებული აზრი არსებობს იმ მოვლენთან მიმართებით, რაც მოხდა ირანში. ეხლა ჩემი აზრით ტრამპის ადმინისტრაციას სჭირდება ძალიან სწრაფად, ძალიან დიდი წარმატება იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, გაიმყაროს საკუთარი პოზიცია და აჩვენოს, რომ ამერიკას შეუძლია ესეთი მნიშვნელოვანი დიდი კონფლიქტების გადაჭრა. ამის გაკეთება, ჩემი აზრით, ამერიკას ძალუց, ეს ყოველთვის იყო ამერიკის, ასე ვთქვათ, აღჭურვილობაში, მათ შეეძლოთ ეს ძალიან სწრაფად გაეკეთებინათ. ევიაში შეხვედრამდე ტრამპი ესაუბრა ორივეს, პუტინსაც და ზელენსკისაც, მაგრამ დიდი ცვლილება ჩვენ პოზიციაში ვერ დავინახეთ, ანუ დიდი განსხვავება ამერიკული პოზიცია ჩვენ აქამდე არ გვინახავს, მაგრამ ვინაიდან უკვე ირანიდან ყურადღება უკვე შეგვიძლია ჩვენ გადმოვიტანოთ ევროპაზე, ვინაიდან ირანი უკვე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თავდება, დასრულდება უახლოეს მომავალში, ეხლა ამერიკის პრეზიდენტს, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ექნება იმ შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი დრო დაუთმოს უკრაინას და უფრო მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის. აი როგორი შეიძლება იყოს ეს ძალისხმევა ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში ძალიან არაერთგვაროვან ნაბიჯებს ვხედავდით, არაერთგვაროვან განცხადებებს, ქმედებებს ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან მისი ურთიერთობა სპეციფიკური ასევე ვლადიმერ პუტინთან ხშირად ტოვებდა უკმაყოფილების მიზეზსა და საფუძველს, ასევე ზელენსკისთან გარკვეულ პერიოდში არსებული დაძაბული სიტუაცია, შემდეგ გაუმჯობესებული ეს ურთიერთობა და ამის შემდეგ იყო ირანი. და ახლა თუ კი უკან გადმოერთვება, რაც მოსალოდნელია მართლაც, რომ ტრამპმა მეტი ყურადღება მიაქციოს უკვე კვლავ უკრაინას, მოლოდინი აქ რა შეიძლება იყოს, რა შეიცვალა პუტინისა და ტრამპის ურთიერთობაში, რატომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკრაინის სასარგებლოდ გადაიხრება ტრამპის განწყობებს, ზელენსკის სასარგებლოდ, მოდი ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ძალიან მარტივად, იმიტომ რომ უკრაინა აღწევს წარმატებას ფრონტის ხაზზე, უკრაინა უკვე რეალურად გამოიკვეთა როგორც მხარე, რომელსაც აქვს ინიციატივა ხელში, უკრაინა რეალურად ძალიან დიდ ზიანს აყენებს რუსეთს და მას გადააქვს უკვე, ვთქვათ, კონფლიქტი თავად რუსეთის შიგნით. უკრაინა რეალურად არის ეხლა იმ მდგომარეობაში, როდესაც მათ შეუძლიათ გაცილებით მეტი ზიანის მიყენება რუსეთისთვის და ეს გარემოება, ჩემი აზრით, არის უკვე გააზრებული ძალიან მკაფიოდ, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაშიც. ამერიკელებს უკვე ესმით მათი დამოკიდებულება განსხვავდება იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ხედავენ უკრაინის წინსვლას, ისინი ხედავენ თუ როგორ რეალურად შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ მარცხდება რუსეთი ახალ კონვენციურ, ასე ვთქვათ, არაკონვენციურ ბრძოლის ველზე. ჩვენ ხედავთ თუ როგორ იწვის მოსკოვი ომის დაწყებიდან მე-5 წელს, ანუ იმ ომის დაწყებიდან, რომელსაც აგრძელებული იყო მხოლოდ 3 დღე პუტინის აზრით, რომელსაც 5 წლის თავზე შედეგი დააყენა, რომ რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი არის ცეცხლში გახვეული. ამის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ ეხლა ამერიკას შეუძლია გაცილებით მეტი ზეწოლა განახორციელოს პუტინზე, პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია პირადად ამის გაკეთება და აიძულოს ის, რომ მან აიწყოს მოლაპარაკებები სერიოზულად და ეს დაპირისპირება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ოღონდ რასაკვირველია, ეს დასრულება არ გულისხმობს იმას, რომ ეს დასრულდეს რუსეთის პირობებით, ან რუსეთის სასარგებლოდ. ეს კონფლიქტი უნდა გადაწყდეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინის სუვერენიტეტისა და უკრაინის ბატონ გიგი, აი პირობები ახსენეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა შეიძლება იყოს ის პირობები, რომელიც ახლა უკრაინისთვის იქნება მისაღები? ჩვენ ვიცით პუტინის პირობები რაც არის და აქ უმთავრესი არის ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ის ითხოვს 20%-ს დონეცკის ოლქის, რომელსაც უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ზოგადად სტრატეგიულის გარდა უკრაინის ტერიტორია ყველაფერს რომ თავის
დავანებოთ და ის ითხოვს ამ ტერიტორიას, რომელიც საერთოდ ვერ აიღო ამ დრომდე და პერსპექტივაც არ ჩანს ამის რა პირობასაც ის დებდა რუსი ხალხის წინაშე. ხო, ეს არ ჩანს ახლა პირიქით მოსკოვში ცვივა დრონები. აქედან გამომდინარე მინდა ვიკითხო უკრაინის პირობები როგორი შეიძლება იყოს. იყო თუ არა ეს ასეთი ცხადი იმ ეტაპზე, როდესაც მაგალითად ტრამპი ითხოვდა ხელმოწერას გარკვეული დოკუმენტებს, რაც მაშინ უკრაინისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ისიც არ იყო სრულიად ცხადი უკრაინა რა პირობებით შეწყვეტდა ცეცხლს და აი ახლა როგორ წარმოგიდგენიათ ეს? მე ვფიქრობ, რომ რეალურად ამ კუთხით ბევრი არაფერი შეცვლა. უკრაინა განსაკუთრებით დაინტერესებული იმაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა, საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ანუ ეს უნდა იყოს პირველი ეტაპი. ეს არის უმთავრესი, რომ შეწყდეს უდანაშაულო ადამიანების ოცვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე და კონფლიქტი გაჩერდეს, ანუ ცხელი ფაზა კონკრეტულად დასრულდეს. ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა უკვე მეორე ეტაპზე გადასვლისა მოლაპარაკებებისა, როდესაც მხარეები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს კონფლიქტი ერთხელ და საბოლოოდ. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ უკრაინას არც ერთ ეტაპზე ვარი არ უთქვავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე, საკუთარ სუვერენიტეტს. ანუ ეს საკითხები განხილვას არ ექვემდებარება. საკითხი იმისა, ყირიმი არის თუ არა უკრაინის ნაწილი, ან აღმოსავლეთ უკრაინა არის თუ არა უკრაინის შემადგენლობაში, ეს განხილვას არ ექვემდებარება. ამაზე საუბარი არ იქნება უკრაინის მხრიდან, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე პირველი ნაბიჯი, რაც არის გადასახდამი, ეს არის პირდაპირ საომარი მოქმედებების გაჩერება ორივე მხრიდან. ამის შემდეგ იქნება უკვე დრო იმისათვის, რომ ორივე მხარემ დაიწყოს საუბარი თუ როგორ ხედავენ ისინი ამ კონფლიქტის საბოლოოდ გადაჭრას, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, აქ გამორიცხულია, რომ უკრაინა რაღაცა ფორმით მიიღოს ის პირობები, რომელიც თავდაპირველად დააყენა პუტინმა და რომელიც არც ერთ ეტაპზე ზელენსკის ან ვინმეს უკრაინაში ეს არ დაუშვია. ისინი ყოველთვის ამას ამბობენ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელშეუხებელი და ამას ამბობდნენ ყოველთვის, როდესაც ესე იგი რეფერენდუმის თემა შემოდიოდა თუ ნებისმიერ სხვა კონტექსტში. არსად იქ გადახვევა ან მინიშნება არ ყოფილა, რომ ამას ვინმე უკრაინაში რომელიმე პრეზიდენტი ან რომელიმე ხელისუფლება გადახედავდა. ასე რომ ამ საკითხში არა, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნების რა ვარიანტები არსებობს, თუ კი ცეცხლი შეწყდება იქ, სადაც ახლა დგანან ძალები. ცეცხლის ხაზზე, ხო, ანუ რაც განიხილებოდა თავის დროზე, ეს იყო რომ ესე იგი დაპირისპირების ხაზზე უშუალოდ ცეცხლის შეწყვეტა პირველ ეტაპზე და ამის შემდეგ მოლაპარაკებების განახლება. მე სიმართლე გითხრათ, ძალიან ეჭვმეპარება, რომ რუსეთი ამას დათანხმდეს, მიუხედავად ძალიან მძიმე მდგომარეობის, რომელშიც იმყოფება პუტინი და მისი რეჟიმი, ძალიან ეჭვმეპარება, რომ ისინი დათანხმდნენ ახლა რაღაცა ფორმით აი ამ პირობებს, მათ ძალიან კარგად ეცვით, რომ ამ შემთხვევაში ცალსახად ისინი ასე ვთქვათ, კარგავენ ყველაფერს, მათ აქვთ რეალურად ეს ამ ომში გამარჯვებული არის მხოლოდ უკრაინა, მაგრამ რეალურად სხვა გამოსავალიც არ არსებობს. თუ პუტინი რეალურად რაღაცა ფორმით გააგრძელებს ხელისუფლებაში ყოფნას, მაშინ ასე ვთქვათ, იძულებული იქნება, რომ ეს კონფლიქტი გაწელოს მაქსიმალურად დიდი დროის მანძილზე, ოღონდ სრულად უიმედოდ აღარაფერი ასე ვთქვათ, ხსნა მას აღარ აქვს, არაფრის იმედი მას არ შეიძლება კონდეს და თუ მოხდება გარკვეული ცვლილებები და რისი იმედიც აქვს მთელ მსოფლიოს რუსეთში, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად ვიხილავთ ჩვენ ძალიან დიდ წინსვლას ამ სამშვიდობო პროცესში და ჩვენ ვიხილავთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და მისი სუვერენიტეტის განმტკიცებას. მე ამაში ვფიქრობ, ანუ გამოსავალი არ აქვს, რომ მან ან უნდა გააგრძელოს ომი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ან უნდა იყოს რაიმე ისეთი კიდევ უფრო მეტად ძლიერი დაწოლა მასზე, რომ ის ამაზე დაფიქრდეს, რომ ხელი მოაწეროს და გააჩეროს ეს სისხლისღვრა. სხვა ვარიანტი აქ არ ჩანს. აი ომის გაგრძელების რესურსი რამდენად ექნება, ეს კიდევ ცალკე საკითხია ეკონომიკასთან და სამხედრო შესაძლებლობებთანაა დაკავშირებული და მათ შორის ჩინეთთან და მის მხარდაჭერას
დაჭერასთან. ჩვენ დასასრულს მივახლოვთ, მაგრამ არ შემიძლია ირანს არ დაუბრუნდეთ ისევ. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე ამერიკის შეერთებული შტატების კონტექსტში და აი ახლა მინდა ზოგადად ვიკითხოთ, აი ამ ომის შედეგი რა იყო? რა შეიცვალა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ირანისთვის, ისრაელისთვის? მესმის რომ უზარმაზარი თემაა, ბევრი დრო არ გვაქვს, მაგრამ მაინც შეჯამების სახით. ძალიან რთული საკითხი ახლა ამაზე საუბარი, ძალიან გამიჭირდება ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. მოდით დავაკვირდოთ იმას, რა განცხადებას აკეთებენ მხარეები. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი მონოპოლარი ახლა მიღწევა არის ის, რომ საომარი მოქმედებები შეწყდა, შეჩერებული არის თავად დაბომბვა და ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ რაღაცა ფორმით უნდა მოხდეს ჰორმუზის სრუტის გახსნა 30 დღის მანძილზე, რაც რეალურად რასაკვირველია გამოიწვევს ნავთობზე ფასების კლებას, გამოიწვევს სტაბილურობის განცდა გაიზრდება სოფლიოში ამ თვალსაზრისით. ხო, რა მიიღო ირანმა მიიღო გაცილებით იმაზე მეტი, ვიდრე მას პირდებოდნენ ამას 2015 წელს, როდესაც ევროკავშირის და ამერიკის მომლაპარაკებლები ახორციელებდნენ იგივე სახის მოლაპარაკებებს, რომ ირანს უნდა შეემცირებინა საკუთარი ბირთვული იარაღი, უნდა მაქსიმალური კონტროლი დაეწესებინა და ქონოდა, ასე ვთქვათ, ამბიდრების, ასე ვთქვათ, მაქსიმალური პროცენტი იყო გაწერილი. სამწუხაროდ ეს ახალ შეთანხმებაში ასე არ არის. ჩვენ გვაქვს მხოლოდ პირობა ირანიდან, რომ ის არ შეიმუშავებს ატომურ ბირთვულ იარაღს. ეს პირობა არსებობდა ასე 2015 წელსაც, ანუ დიდი განსხვავება არ არის, გარდა იმისა, რომ ვალდებულებები 2015 წელს ირანის მხრიდან იყო გაცილებით უფრო მეტი. რაც შეგვიძლია ფაქტობრივად ასე ვთქვათ დავადასტუროთ. კი ბატონო. რა მიიღო ამ შემთხვევაში ისრაელმა? აქ მე გამიჭირდება ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი ძალიან უკმაყოფილოა ამ 15 პუნქტიანი შეთანხმების ტექსტით. ისინი პირდაპირ ღიად აკრიტიკებენ ტრამპს და მის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას. ისმის ძალიან კრიტიკული განცხადებები. დღეს რამდენი წუთის წინ გააკეთა ჰექსეტმანს ასევე განცხადება ისრაელის მისამართით. ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ გვაგვჭირდება რომ უფრო კარგად დავინახოთ.